მოგესალმებით საგანგებო საინფორმაციო ჩართვით. დღეს კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს წყლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში დაგლეჯილი. ამ თვეში ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა. სამართალდამცავები მთელი ამ ხნის მანძილზე აგრძელებენ აქტიურ ღონისძიებებს გარეული მხეცის საპოვნელად, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. ახლა შემთხვევის ადგილიდან გვიერთდება ჩვენი ჟურნალისტი. ბახო, გისმენთ რა მდგომარეობა ამ წუთებში? გამო, რა შვილო, მიცვალებულია მან და გასისხლიანდები რა. ქალბატონო, გიხედეთ რა თქვენი ჭირიმე რა. დიახ, ნანკა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილზე, როგორც პოლიცია გვატყობინებს მიცვალებული უკვე გადახავთ ექსპერტიზაზე. მათივე განცხადებით ჩვენივე უსაფრთხოების მიზნით არ შეგვიშვებენ ტერიტორიაზე სისულელე, მოკლედ როგორც იციან ხოლმე. ჯერჯერობით დანამდვილებით რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ მიცვალებულს აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა, რაც ამ თვეში უკვე არაერთხელ ვიხილეთ. მადლობა ბახო, ეს იყო ჩვენი ჟურნალისტის შემთხვევის ადგილიდან. ჩვენ კი ექსპერტიზის ჩატარებისთანავე გამცნობთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა როგორი პასუხიც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთ-ერთ თუ ესე გაგრძელდა, საჭირო გახდება კომენდანტის საათის შემოღება, ან კიდევ უფრო უკიდურესი ზომების მიღება. იმედს ვიტოვებთ, სამართალდამცავები შეძლებენ სიტუაციის გაკონტროლებას. რა ჯანდაბა ხდება, ჰა? რა ჯანდაბა ხდება ამ ქალაქში, ამიხსნას ვინმე? მას შემდეგ რაც ვლადმა თავისი ისტორია გვიამბო, რაღაცნაირად ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, უფრო ესეთი გახდა, რაღაცნაირი, რაღაც თბილი გახდა, უფრო ოჯახური გარემო არის და მითი საქმითაც დიდად სიმართლე რო გითხრათ, მეზდატორიკას რაღაცა აღარ ვთვლი. ბიჭო, კიდევ კარგი ის ახლობლები მყავს კლინიკაში, თორე რა ისოვიდა ამდენ სისხლზე. გადახარ. რა შვები, დავიწყე უშენოდ. მე კადრი ვერ გაასწორე, რა არის? რა სერჩი? რა სერჩი, ბიჭო, კადრი? კადრი და ეს კიდე ხა რაც ვიცი ის გავაკეთე. რა საკეთებ, დაიწყე, ბიჭო. ნიშნულოვანი ინფორმაცია. ესე იგი, ვლადმა მითხრა, რომ არც ერთს არასოდეს არ მოუკლავს ადამიანი. ანუ იმდენ სისხლს წოვდნენ გადარჩენისთვის, რაც იყო საჭირო და თავს ანებებდნენ. ანუ მკვლელობა არ ჩაუდენიათ არც. აჰა, ჩვენ გვაწყლარებს ეგრე. არც ეგაა გამორიცხული, მაგრამ მე მჯერა. და კიდე ერთი ფაქტი. ესე იგი, თურმე ნებისმიერი სითხის დალევა შეუძლიათ. შიმშილის გრძნობას არ მოუკლავს, მაგრამ დალევა შეუძლიათ. აი, მყარ საკვებზე ცოტა სხვანაირადაა საქმე. ვერ შეჭამენ, თუ ჭამენ, მერე რაღაცას იღებენ ეს. არც ისე გაისანახაობა. მაგარი ამბავი გითხრათ? ჰამლეტთან დავალაგე ურთიერთობა. გასაქცევი არსად ქონდა. კუთხეში მივიმწყდიე, თავი გადაუძიე, კისერს დავეწაფე. აკოცე ხა. მურა, ვერ ხვერინია. კისერში აკოცე ხა. მურა. რადგან ბევრი რამ გსმენიათ ვამპირებზე, ეხლა გეტყვით რა არის მითი და რა არის რეალობა. ხო თესლი აზრია. ძალიან შეჩემა, ხო გეუნებოდი იმენა თესლად გამოგდის იუთუბერობა, ბიჭო. გააკეთე არხი, რამდენი წელი კერო. ხო. ო, ვიფიქრებ მაგაზე. მიდი. მოკლედ, რუბრიკა მითი თუ რეალობა. პირველი, ნიორის მომაკვდინებელი ეფექტი. აკო? აბა. შეჭამე. ამასი. მოგწონთ? მე
მეორე ვერცხლი. მესამე ჯვარცმა. მეოთხე იარაღი. და ბოლოს მზის ხევი. თქვენი მოყოლილი ისტორიებიდან ყველაზე ჭეშმარიტი აი ეს არის. ზიშუქი მომაკვდინებელია ჩვენთვის. ანუ ყველას ერთად ზაგრაობა გაგვემაზა? სასო რა ვახარ სასო? კამაც რა შვება YouTube-ი? ნაშო ნავე საჭმელად ვარ ჩამოსული შერაშვები. ეხლა ვიყავი სისხლი ავიღე რა და ჩემადამ დამირეკა ბავშვს აქ რაღაცა კოსტიუმირებული ზეიმი და ინდაურის კოსტიუმი უნდა მაშოვი ნუ უეჭველი. ბიჭო ოპერაცია ხოლმე ეგეთ რაღაცეები. ეხლა ბაქედან გამოვედი და არა აქვთ. ყველა გააქირავეს და რა ვიცი საქართველოს ოდენ აღნიშნავენ მადლიერების დღეს ზედა მოწყული ვერ გავიგე შეჩება. მოიცა მყავს მე ერთი ახლობელი მკერავი დაურეკავ იმას რაღაცას ვიზავთ რა. აუ გთხოვ რა. ბიჭო პირველად ხოვა ჩემადამ რაღაცა რა და უეჭველი უნდა შევასრულო ეს რაღაცა. ვიზავთ რამის არ ნერვიულობ. კაი მიდი დავაი. კაი მაცადე. დაურე. Brate, деньги, да, ქართულ ინგლისურად როგორ არის დედამო? მანი, ქართველი ვარ, შემოგევლე, ქართველი. ქართველი, ხარიშ შეგთხარ, ბიჭო. ფული მომე რა, კაცურად. არ მაქვს წამოღებული რა. ერგიდა ხეშმოტონა ბაზარში, ას მეყლევები, ჟმოტიპი და რასტი მოიქცე. რა შუაშია, ქეში არ მაქვს წამოღებული უბრალოდ. პირადობას, მოდი, ჩაიწერე.
ჩაგირიცხო? წვიდი ხა მიდეთ. 316. 1 წუთი გავხსნა აპლიკაცია. 27. გავხსნა აპლიკაცია 1 წუთი. მითხარით, აბა. მითხარით. ყველაზე მისტიურ კაცო ახლა ვარ. სალამი კოსტა, როგორ ახარ? კარგად გეთაყვა, შენ როგორ ხარ? ორი ამბავია, რახან შენ დარეკე ხა. ერთი ან მოგენატრე, ან მეორე რაღაცი შეკერვა გჭირდება. პირველი გამოირიცხა, რადგან ფანდესეთი ახლო ურთიერთობას არ გვაქვს, ესე იგი, რაღაცი შეკერვა გჭირდება. ხო, რაღაცი მინდა რომ შეკერო რა მაგისად ხო არ ზევდა. იბატონო, გისმენ, აბა ეხა რა კვერცხი მონსტრის ფორმაა შესაკერი. ჩუპაკაბრა, რეიკი თუ ავადინი. არა, ინდაურის ფორმაა შესაკერი. ინდაურის? ამე ძველი ლეგენდა კვლელინდაურზე ფოლკლორში და გაუმაზე? არა, უყურე, ჩემ მეგობრის დიშულს აქვს ზეიმი რა და უთხრეს რომ ინდაურის ფორმაა საჭირო, თან ძალიან სწრაფად 2 დღეში გჭირდება და იქნებ მიშველო რა. ეუფ, ბევრი საქმე მაქვს. მაგრამ ეხლა ბავშვის გასახარებლად თუ არის საჭირო, რამეს მოვიფიქრებ შენ მაგაზე? არ ინერვიო. აუ, შენ გაიხარე, მადლობა დიდი, არ დაგივიწყებ არასოდეს რა. კარგია, თუ არ დამივიწყებ, კარგია. მოკლედ რა ქენი იცი? შენ ზომები ჩამიგდე, დანარჩენს მე მივხედე. კაი, ეხა გავარკვევ მაშინ ზომებს და ჩაგიყრი ყველაფერს რა. მოსულა, მოკლედ არ ინერვიულო რა. ყველაფერი იქნება 5-იანზე. მადლობა დიდი, დროებით. აი, ღვიძეთ, პირაც მეუნებოდით რომ თანხა ჩამერიცხა რა. უიმე, თანხი ჩარიცხვავთ ხოვეთ? ხო, იმ საჭმელზე მაკვდებაო და ჩაგირიცხოთ, მითხარით, არ არის პრობლემა. უიმე, რა უხერხულია. არ არის უხერხული, მითხარით, ნუ გერიდება და ჩავრიცხავ. დედაც ხო არ გაგინებთ? არა, დედა არ გიგინებიათ. აი რაც ასაკი მემატება, პროგრესირებ. რამდენი წლის ხარ? ქალებს ასაკს არ ეკითხებია. კარგად ლამაზო. აბა რაკენი გაარკვიე? გავარკვი, არ ინერვიულო, შინაურია, რომელიც შეკერავს ამ ყველაფერს. ერთადერთი შენგან მინდა ბავშვის ზომები, რომ გადაუყარო და ის მიხედავს მე. აუ რა ჯიგარი ხარ, ზე პირად ვიცი და ეხლა ვიდეო ჩაგიგდებ. კაი, გამოვუშვი. ის ვიდეო. კაროშე სადღაც აი ესი არის სიმაღლეში და ესეთი არის სიგანეში. სადღაც აი აქ რა. მომიხდი. სტარიხარია მერტნერონებით. დაწვნარდი. მოვა მალე ის ორი იდიოტი და მოგიტანენ ახალ ჟურნალ გაზეთებს. ნუ სისინე. გასარ გულისხმობ. დაკატად ვამბობ. როდემდე უნდა ვიყოთ ამ სახლში გამოკეტილები და როდემდე უნდა გავცქეროდეთ ამ გზას. გარეთ გასვლა მინდა. ნადირობა მინდა, გართობა მინდა, გესმი? ძუძუები გინდა? შენ ბერს ნუ ტლიკინე, თორემ კუბოს კუთხეში დაგაყენებ. არ მინდა კუბოს კუთხეში, ცხელა. არ გაინტერესებ. როგორია ეხლა სამყარო? მონადირეები რომ გვეცებდნენ, აქამდე ხომ გვიპოვიდნენ არა? ისე საინტერესოა. რაც მახსოვს, მონადირეებს ერთ პირაზე მეტი არ დაჭირვებიათ ჩვენს მოსაძებნად. ლად, თუ გვიპოვნეს მონადირეებმა, როგორც ადრე გვპოულობდნენ ხოლმე, ხომ მოერევი ისევ? შვილო, ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას თავს წავაწყვიტავ და მათ სისხლში გაბანავებ. მერე ხერხემალს ამოვაცრობ და ახალ სათამაშოს გაგიკეთებ.
მერე ტყავს გავაძრობ და შარვალ კოსტუმს შეგიკერავ. ჩემი რაინდი ხარ. რატომ ხარ ჩუმად? რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს. რაც არცეთ გაღვიძებაზე არ მქონია. მონადირეებს გრძნობ. არა. რაღაც ახალს გრძნობ. ვერ გამერკვევი არას. თუ მონადირეებს არ გრძნობ ვარ. სხვა რაც არ უნდა იყოს, ხომ იცი რომ არაფრის ქვეშინია. გარეთ მინდა გაშლა. ჩემი ნებართვა არ გჭირდებათ. გააკეთეთ ისე სიგოგეთებას გსურთ. უბრალოდ სიფრთხილე გამოიჩინეთ როგორც ყოველთვის. ნებართვა რა შევაშალოთ, უბრალოდ შენს გარეშე არ გვინდა გასვლა, გესმის? დიახ. თუ ვლადი არ წამოვა, მეც არ მოვდივარ. არც მე. აი ხედავ, შენს გარეშე არავის არ უნდა გასვლა. თქო, დროაფედერი წლები გავამოძრაოთ. გარეთ 1000 სიახლე გველოდება ვლად. თქო. ვინმე გაიღვიძეთ უკვე თქვენ ესე ადრე არ ველოდი. კარგი ამბით მოვედით. ახალგაზრდა სისხლი მოგიტანეთ. სულ რაღაც 20 წლის დაწვენებით. საწო. დროა ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეთ საწო. აკვაც რა მე მგონი. ბიჭებო, რა სიტყვით პაემანზე რომ დაგპატიჟოთ. რა პაემა? ქალაქში. ანუ ქალაქში რომ გავისეირნოთ ერთად, სოსო. და ქალაქში რატომ უნდა გავისეირნოთ? ხომ მოვიტანე სისხლი? ვლად, გესმის რას ამბობე? უნერვიულობს ასო. ნადირობას არ აპირებენ. უბრალოდ გასეირნება სურთ. განტვირთვა. მოკვდავო, შენი ნებართვა კი არ გვჭირდება. თუ არ გინდა, უბრალოდ გზა გვაჩვენე. დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ. ეგრე არ გამოვა. თუ გინდათ რომ ეს წამოვიდეს, სასო და დორიკა ჩვენთან ერთად უნდა იყვნენ. ასე უფრო სახალისო იქნება. არა ბიჭებო. რა თქმა უნდა, ვლად. სწორედაც რომ ეგრეა. მეც მაგის თქმას ვაპირებდი. აბა რა სიტყვის სასო? არ გინდა უახლეს ისტორიაში ჩვენი დიდი გახდე? ორი წუთი რომ მე და დორიკა გავიდა და დავილაპარაკოს. ხო არ გეწყინებათ? რა უნდა გვეწყინოს, გოგოები კი არ ვართ. გადით. კაი შედარება იყო. ბიჭო, რადიო დაგჭა მანქანაში. რა რადიო, ბიჭო, რა რადიო, რა ჯანდაბა ვქნა ეგ მითხარი. რა უნდა ქნა? არა, ეთყვი და ჰამლეტი ტრაქში გაგიკეთებ პაკოს სათამაშოს. კითხო, კი უთხრა? კიზი არ არის. ხომ იცი რომ ეს ყველაფერი გვითხრეს იმიტომ რომ ზრდილობის გამო. და რომ მოუნდე თვითონვე წავლენ და იზავენ რასაც უნდათ იმას. ო რა კარგად ვატარებთ, ბიჭო, ყოველ დღეს რა კარგად ვერთობოდით, ვიფიქრე PC5-ს მოუტანდი, მე FIFA-ს ვითამაშებ, Tekken-ი, God of War-ი წარმოიდგინე. შენ გგონია რომ ეხა 4 ზრდასრული ვამპირი გეიმერობის კარიერით დაკმაყოფილდება. რატო არ გამოყლევდი შეჩემა? ხომ იცი რომ ეს დღე დადგებოდა. ხო და ეხა ჯობია იმაზე ვიფიქროთ, სად წავიყვანო და როგორ გავართოთ. თან ისე რომ მეორე დღეს საინფორმაციოში არ გამოაცხადონ სისხლიანი სასაკლაო იყო ბასიანზეო. კაი, მოიცე მოვიფიქრებ რომ ეს წამ. მეგობრებო, მე და სასომ ვისაუბრეთ და მინდა გითხრათ რომ ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნება იქნება თქვენთან ერთად ქალაქში გასეირნება. მოვედ ერთი პირობით. ეხლა ჩააჯვამ სიამოვნებაში და ხომ ვიცი თავს წავაწყვიტო. რამდენიმე დღე დაგჭირდება.
დღეს რატომ არა სასო? დღეს იმიტომ არა რომ ამა ყველაფერს დაგეგმა ხო უნდა რა კარგ ადგილებში რომ წაგიყვანოთ კარგი რაღაცეები დაგათვალიერებინოთ ამას დრო ჭირდება რომ მაყოფილები დარჩეთ ბედნიერები იყო და ტრაქში არ გამიკეთოს ჰამლეტმა რამე რებს როშავ უბრალოდ ჩაგვიყვანე ქალაქში და ჩვენ თვითონ გავივრთობთ თავს საუკუნოვანი პრაქტიკა გვაქვს თავის გართობის დასოს სწორს ამბობს შობს მოიმზადონ და უფრო საინტერესოდ გაგვატარებინონ დრო რამდენიმე დღე არაფერს ხვეცი კარგი ხო? როგორც ვლადი იტყვის ისე იქნება. ოღონდ ილოცე წარკვეთილო რომ ეს ლოდინი ამაო არ აღმოჩნდეს და გართობა მოგვეწონოს. თორემ აი ამ ბავშვს არა გავიგებ აუცილებლად მაყოფილები დარჩებით აი გპირდები შია ტორიკ გვაჩვენე რა მოგვიტანე აბა საუკეთესო სისხლი მოგიტანეთ. ვიღაც სპორტსმენის რაღაცის ჩემპიონია, აღარ მახსოვს ჭადრაკის თუ კრიკეტის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ძალიან მაგარი სისხლია. მაგარი გოგო. ერთი. ისნის ჩემი ხმა. კი. გამარჯობა. იცით ცოტა შეგაფერხეთ. რაღაც უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და მაგრამ ყველაფერი კარგად არის, დიახ. იცით ჩვენი ბავშვები მზად არიან, მალე დავიწყებთ და ძალიან გთხოვთ ერთი ომახიანი ტაში შევოკროთ თუ შეიძლება. დიახ. აში. მადლობა. ახლა შემოგთავაზებთ მე-6 ტ კლასის საძეიმო გახსნას ტაში. მადლობა. ბრო, მადლიერების დღეს გილოცავთ. დაური გითხრა თუ დაური გითხრა მეჯო ბრინდა შეები და პოზიციები პირიქი, შენ თავს ფიცა ვარ, ყველაზე ორიგინალურად ჩანდა, სხვებთან შედარებით. არა ხო, ნუ ძალით ხო არ მიქნია, არა ტელეფონში, რაც მითხარი, ეგრე გავიგე. აუ. კაი ხო, კაი, ნუ მეჩხუბები რა, რამეს უყიდი, არ ვიცი, რამეს საჩუქარს უყიდი, ორიგინალურს, რა ვიცი, სნიკერსი ხო უყვარს. ალო. ამიტიშ. ბიჭო სნიკერსი რაღაცა მაინც არ ამგონია რა. იქნებ რამე უფრო სხვა მოგეფიქრებინა რამე. მარსი? ცეხვი და პური რო იყოს. აუ, ძმობას გაფიცებ. გამოცა. მართლა, ბიჭო? მართლა, წამოდი, ბიჭო. სამშვიდობის. ესე აპირებ წამოსვლას? რა დაგვიწუნე მოკვდავო. არა. ყურადღებას მიიქცევთ ესე ძალიან დიდს რა. მოიცავ რა ვქნა სასო. რომ გამოიცვალოთ
იქნებ გვაჩვენოთ რა გაქვთ და აღარ შევინებთ რამე რეიბერულს. შენი აზრით კუბოში გარდერობი არის ჩაშენებული? როგორ მოიქცეთ სასო? აუცილებელია რომ კუბოში დაიძინოთ? ასე გითხები შეჭა. არა, ანუ ყურე თუ აუცილებელი არ არის რომ კუბოში დაიძინოთ. აქედან ჯერ ჩავსულიყავით ჩემთან, ხვალ მოგიტანდით ტანსაცმელს, მე და ტორიკა გამოიცვლიდით და ისე წავიდოდით გასართობად. კუბოს გარეშე შეგვიძლია დაძინება? შეგვიძლია, მაგრამ არასასიამოვნოა. ხო, მაგრამ ხო შესაძლებელია. რა ვქნათ, ვლად? როგორც სასო იტყვის, ისე მოვიქცეთ. მადლობა, ვლად. ესე იგი, მაშინ ესე ვქნათ. ეხლა აქედან დავიძრა, წავიდეთ ჩემთან, მე გიმასპინძლებთ ერთი დღე, მე ტორიკა და მე ახალ ტანსაცმელს მოგიტანთ, გამოგაწყობთ ლამაზად და ერთად წავალთ სასეირნოდ. აუ, თან ძალიან მაგარი რამე მოგიმზადეთ. წარმოდგენაც არა გაქვთ ისეთი მაგარი რამე. ხო, ტორიკ, მაგრამ ერთი წუთი, ვლად, შენთან მაქვს სათხოვარი. გთხოვ შენ პირდი, რომ აი ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება სანანებელი არ გამიხდება. არ ვინერვიულო. უბრალოდ გარემოს გამოვიცვლით და მეტი არაფერი. პირობას გაძლევ. აბა, კომფორტულად ხედხართ? ამას ცხენები წასვლაჯობდა. მიგარ ცხენები. კარგით, რა სულ რამოდენიმე საათი დაგჭირდება, მალე ჩავა. ამლეთ შეგიძლია ბევრი არის მოძრაო თავს უკენ ულად გსდო. რა თქმა უნდა, ვლად. თუ გინდა ადგილები გავცვალოთ და მე ვიქნები ზემოდან. დედა ჩემი იყო ხოლმე ზემოდან. რა ვქნა, თავიდან ისა რა ქვია, დაწყდები სხვანაირად თუ დავიძრავ? დაიძარის სასო. აუ, რა მაგარი რამე გველოდება. აბა, გავემზადეთ. Da 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 da!